ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება, ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1988 წლის 1 მაისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. ისევ გვესტუმრა 1 მაისი, გაზაფხულის შესანიშნავი დღე, მთელი მსოფლიოს პროლეტარების მშრომელი ადამიანების მეგობრობის და სოლიდარობის დღესასწაული. იგი წარმოიშვა როგორც იმპერიალიზმის წინააღმდეგ ჩაგრული მასების შეკავშირებისა და პროგრესულ ძალთა დათვალიერების საშუალება, მაგრამ მშრომელთა ორგანიზებული გამოსვლებით მიზნის ერთობლიობით მან შექმნა და დააგროვა უზარმაზარი ტრადიცია და გამოცდილება, რომლებმაც უდავოდ თავისი უმაღლესი გამოხატულება ჰპოვეს დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციაში. დიდი შრომითი აღმავლობითა და სულიერი აღტაცებით ეგებებიან 1 მაისს ჩვენი ადამიანები. ეს მოწმობს იმას, რომ გარდაქმნის რიტმი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროგრამა თანდათან ხორცის ხამს. ეცადოთ მუდამ გქონდეს უღრუბლო მშვიდობიანი ცა, შემოქმედებითი აღმაფრენა, საზეიმო ბუნება განწყობა და რაც მთავარია მოყვასისადმი ერთგულება და პატივისცემა. Sa-1 მაისს სახე იცვალა დედაქალაქის ლენინის ქუჩის ერთმა მონაკვეთმა, პრესის სახლიდან მეტროს სადგურ რუსთაველამდე. მშენებლებმა გააფართოვეს მანქანების სავალი ნაწილი, რამაც ამ უკიდურესად გადატვირთულ მაგისტრალს მეტი გამტარუნარიანობა შესძინა. ტროტუარმა კი პირდაპირ საცხოვრებელი შენობების ქვეშ შეაბიჯა. ეს დახურული ტროტუარი ძალიან მოსახერხებელია, თანაც გემოვნებითაა გაფორმებული და ეშხსმატებს თბილისს. როგორც ცნობილია, 26 აპრილს ცენტრალური ტელევიზიის პოზიციის ციკლის გადაცემის დროს ხშირად წყდებოდა ტელემაუწყებლობა პირველი რესპუბლიკური, პირველი და მეორე საკავშირო პროგრამების გადაცემებით. როგორც საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროდან გვაცნობეს, ამის მიზეზი იყო გადამცემის სადგურის ძალოვანი ტრანსფორმატორის ერთ-ერთი ამომრთველის გამორთვა, რის შედეგადაც სრულად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. შექმნილია კომისია, რომელიც შეისწავლის მომხდარის მიზეზებს და დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი ზომები ბრალეულ პირთა მიმართ. ტელემაყურებელთა მრავალრიცხოვანი თხოვნების საპასუხოდ საქართველოს ტელევიზია მთლიანად გაიმეორებს გადაცემას ციკლიდან პოზიცია 2 მაისს, 20 საათსა და 30 წუთზე. 1 მაისის დამდეგს წალკის ცენტრში ბუნებრივი გაზის ჩირაღდანი აინთო. ეკოლოგიურად სუფთა და იაფი სათბობი აქ მოვიდა დმანისის მხრიდან გამოყვანილი 34 კილომეტრი მილსადენით. ამ დღეებში დაიწყო სამუშაოები წალკა-ახალქალაქის ვაზის მაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გასაყვანად, რომლის განშტოება ბოგდანოვკისკენაც გადის. 1 მაისის წინ ბუნებრივი გაზი მიიღო ქართლ-კახეთის 12 სხვადასხვა პუნქტმა. გაზგურები აინთო დაბა ჟინვალის, ფერსათის, დიხაშხოს, ქვედა საქარასა და სხვა სოფლების მცხოვრებთა სახლებში. გადმოიცემოდა 1988 წლის 1 მაისის უკანასკნელი ცნობები.